თვით манипуляცია. ასეთი საინტერესო თემა მაქვს დღეს. დილამშვიდობისა მოგესალმებით ყველას. ადამიანები ხანდახან გაუცნობიერებლად манипуლირებთ საკუთარი თავით და ძირითადი ბერკეტი რაც აქ არის რომ რაღაცა დაუოკებლად, სრულიად დაუფიქრებლად და მთელი არსებით ვცდილობთ რომ ავირიდოთ თავიდან საკუთარი ნეგატიური ემოციები. შესაბამისად, ყველა სიტუაცია ან გარემო მიუხედავად იმისა, ჩვენთვის სასარგებლოა, უსარგებლოა, გვჭირდება, არ გვჭირდება, ანუ ყოველგვარი გააზრების გარეშე ეს არის საერთოდ манипуляციის მთავარი საფეხური, რომ არ ხდება ერთი წამი დაპაუზება, დაყოვნება და ამ ყველაფერზე თვითრეფლექსია და რეფლექსია გარეთ, ხო? ამიტომაც ადამიანები მთელი ძალით, როდესაც ცდილობენ თავიანთი მთელი არსებით, რომ აირიდონ რაიმე ნეგატიური ემოცია და გამოცდილება ცხოვრებაში, ისინი манипуლირებენ საკუთარი თავით. ეს არის საკუთარი თავზე манипуляცია იმ გაგებით, რომ ოღონდ კი რაიმე ნეგატივი არ შემხვდეს ცხოვრებაში და არ ვიცი, დავიყრუებ თავს, დავიბრმავებ, გავიჩერებ, ყველანაირად ვეცდები, რომ ნეგატიური ემოცია ავირიდო. ეხლა ეს ყველაფერი, როგორც ყველა манипуляცია, მომტანი არის დროებით ძალიან კარგი ეფექტის. შეიძლება ადამიანმა მოიჭრას ყველანაირი გზა ცხოვრებაში, საკუთარი თავს თვითონ აუკრძალოს ის კონტაქტები, ის სიტუაციები, სადაც რაიმე პატარა ნეგატიურ ემოციას განიცდის და ეს შეიძლება გააკეთოს დიდი წარმატებით თან დღეს 21 საუკუნეა და ბოლო-ბოლო ონლაინ სამსახური თუ გექნება, შეგიძლია შენ ოთახში დაჯდე, აღარც გამოხვიდე იმ ოთახიდან და სამყაროს ბოროტება ვეღარ შეგეხება და ერთი შეხედვით ჩანს, რომ სადღაცა მესმის ადამიანის, იცი, მაგრამ საქმეც ამაში რომ ყველა манипуლატორი, მათ შორის საკუთარი თავი, რომელიც დღეს ვეცდები ისე აღწერო, რომ გაცნობიერდეს ეს ფენომენი, რომ ყველა манипуლატორი, მათ შორის საკუთარი თავი, ზუსტად ნეგატივით მართავს ადამიანს, კომფორტითა და დისკომფორტით მართავს ქცევას. მაგალითად, ჩვენ პირდაპირ манипуლატორულ სისტემაში ვცხოვრობთ იმ გაგებით, რომ мотивация, რის გამოც უნდა ვისწავლოთ, ან ვიშრომოთ, ან ვიცხოვროთ, მთლიანად არის ხოლმე დაფუძნებული გარე სამყაროს. გარე სამყაროდან გაჯილდოვებენ რაღაცა ქცევის გამო. და მე იცით რა მქონდა? სულ მეფიქრებოდა, რა რაღაცაზე რომ ძალიან ტაშს მიკრავენ და მაჯილდოვებენ, ხომ არ დავკარგე ჩემი თავი ამ დროს. იმიტომ რომ სოციუმი წესით გაჯილდოვებს იქ, სადაც მას აწყობს. ის არ დაგაჯილდოვებს იქ, სადაც შენი სივრცე დაიჭირე, ხო? ეს ინდივიდისა და სოციუმის დაპირისპირება ხო ცხადია. და აი ვთქვათ, ვარ ხელოვანი და რაღაცა დავწერე ან გავაკეთე და ძალიან ბევრი ხალხი ან ტაშს მიკრავს, ან ყვავილებს ჩუქნიან, ან რაღაც კი მესმის, ეხა ხელოვნებას ახასიათებს რაღაცა სხვა განზომილება. თუმცა მაინც დავფიქრდები ხოლმე, რომ აი ხო არ გავაკეთე რამე ისეთი, ან იმ ხელოვანმა, ვინც აი ესეთ სიტუაციაში, რამე ისეთი ხომ არ გააკეთა, რომ ამ ხალხს ასე ამოვნა და ისინი ტაშს უკრავენ, თორე იქ ღირებულება შეიქმნა, არ შეიქმნა მხატვრული ღირებულება. ეს ყველაფერი გრამაფონშია. ჩვენ ხო ვიცით, რომ უდიდესი მხატვრები იყვნენ თუ მუსიკოსები თუ ვინ, ძალიან ხშირად რჩებოდა ხალხის და სოციუმის ყურადღების მიღმა ზუსტად ამიტომ. რომ ისინი არ იყვნენ, ისინი არ ნადირობდნენ იმაზე, რომ ხალხს ტაში დაეკრა. მათი мотивация იყო შინაგანი. საერთოდ დიდი რამეები რაც იქმნება, შინაგანი мотивაციით იქმნება. ეხლა ნეირომეცნიერულად უკვე დადასტურებულია, რომ შინაგანი და გარეგანი мотивация ერთად ვერ ეტევა ფსიქიკაში. ან მიბმულია ადამიანი გარეგან мотивაციას, მაგალითად ხელს გაამოძრავებს მაშინ თუ გადაუხდი. ან როგორ გითხრა, რაღაცას გააკეთებს თუ იცის, რომ იქიდან რაიმე დადებით ემოციას მიიღებს. ეს ემოციის მიღება, დადებითი ემოციის მიღება, ისევ ჯილდოა. ანუ ჯილდოზეა მიბმული. ან ჯილდოზეა მიბმული ფსიქიკა, ან თავისუფალია ჯილდოს ან დასჯის შიშებისგან და სურვილებისგან და უბრალოდ ქმედებს შინაგანი мотивაციით იმის მიხედვით რეფლექსიის შედეგად, თუ რა არის საჭიროება დღეს აქ და ამჟამად, რა არის მნიშვნელოვანი მისთვის, როგორც პიროვნებისთვის აქ და ამჟამად და ის რაც მნიშვნელოვანია, ზოგჯერ მტკივნეულია. ზოგჯერ უსიამოვნო ემოციებს გვანიჭებს, ამიტომაც საკუთარი თავის манипуляცია დგას იმაზე, რომ ავირიდო ნეგატიური ემოციები, რომელიც რეალობაა, არის აქ და ამჟამად და მთელი ძალითა და ენერგიით
ვცდილობ ავირიდო ეს ნეგატიური ემოციები და ამასობაში ვაიგნორებ ჩემს საჭიროებებს. იმიტომ რომ ეს საჭიროებები ხანდახან ისეთი ცხადი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩემი შინაგანი დრაივი და ენერგია მთლიანად, ესე იგი, ობსესიურად და სხვა ტერმინით რო ვთქვა, ამოჩემებით არის დაკავშირებული იმას, რომ ავირიდო ნეგატივი. მესმის ადამიანურია ძალიან ნეგატივი უსიამოვნოა, თუმცა ხანდახან აცრა პირობითად არის მტკივნეული, მაგრამ საჭიროა. და ასეთივე რაღაცები ბევრია ცხოვრებაში, არის რაღაცები, რაც ტკივილს გვაყენებს, თუმცა საჭიროა და თვითრეფლექსიის გზით, ეხლა მედიტაცია მაგალითად, რომელიც არის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომ ადამიანი გაწონასწორდეს და წინ წავიდეს სულიერად, ხო? არ არის სასიამოვნო პროცესი. ზიხარ, რაღაცა გაჩერებული ხარ, მედიტირებ, შეიძლება თავიდან მით უმეტეს როცა დამწყები ხარ, ეს ძალიან მომაბეზრებელი და მოსაწყენია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ერთ-ერთ ლაშქრობაზე 5 წუთიანი მედიტაცია ჩავნიშნე და ბავშვებიც იყვნენ. გადარჩენის ლაშქრობა რო გავაკეთე და რომ მორჩა ეს 5 წუთი ერთ-ერთმა ბავშვმა ძალიან გულწრფელად მითხრა, რომ ერთი სული მქონდაო, რომ ეს დრო გასულიყო, ძალიან მოვიწყინეო და აქამდე ვერთობოდიო და აი ერთი სული მქონდაო და მე ასე უთხარი, თუ ეს ესე იყო და თუ შენ სირთულე შეგხვდა, ანუ არ გესიამოვნა და დაიძაბე და დროს ითვლიდი და ასე შემდეგ, ესე იგი ვითარდები. ანუ მე მესმის რომ განვითარება ისედაც შეიძლება, არის რაღაცები, რაც თან სასიამოვნოა, თან განმავითარებელია, მაგრამ ცხოვრებაა ეს. ეხლა წარმოიდგინეთ, ტყეში მიდიოდე და ყველა ხე იყოს ნაყოფიერი და ყველა ხე იყოს სასიამოვნო. ეს ესე არ არის, ზოგი ეკლიანია, ზოგი შხამიანია. ზოგი შხამიანია იმ გაგებით, რომ ცუდი გემო აქვს, მაგრამ სასარგებლოა, წამალივით, ხო? და ასე არის ჩვენ ცხოვრებაში ნეგატიური ემოციებიც. ნეგატიური ემოციის შიშით რაღაცების არიდება, იმიტომ რომ აი სულ მინიმუმ რო გითხრათ ახლა, სიახლე არასოდეს სასიამოვნო არ არის. აი თუ გამოგიცდიათ, რომ მაგალითად ახალ ბიბლიოთეკაში ჩაეწერე და წახვედი ახლა და ნუ ბიბლიოთეკა, აი რა უნდა იყოს აქ ახლა უსიამოვნო, ხო? მაგრამ შენ ჯერ არ იცი იქ რა ხდება და რომ მიდიხარ თურმე საათი არასწორად აგირჩევია, პირობითად ვამბობ. ან შეხვედი და თურმე კარის კაცი ვინც უნდა შეგიშვას უჟმურია და რაღაცა მოგაგესლა, რაღაცა გითხრა და შეხვედი, არ იცოდი ჯერ მისი ხასიათი და მოუმზადებლად ესე ემოციურად ნეგატიურ განწყობილებაში ხარ. შეხვედი, იქ რაღაცა ბლანკი უნდა შეავსო, ხო? არ ვიცი, ჩაეწერო, რომ ხარ ამ ბიბლიოთეკის ახალი წევრი და შეავსე და ველი შეგეშალა და ახლა ვიღაცა გეუბნება რომ ეს რატო შეგეშალა, პეტარ-პეტარა რაღაცეებია, მაგრამ სასიამოვნო არ არის. თვითონ ბიბლიოთეკა სასიამოვნოა და წიგნის წაკითხვა, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა, ვინაიდან სიახლეა, ახალი ბიბლიოთეკაა, ხო, უსიამოვნოა. ნებისმიერი სიახლე, ახლა ავიღოთ აი მაგალითად ადამიანი, რომელსაც გაიცნეს ერთმანეთი ორმა ადამიანმა და მოწონთ ხო ერთმანეთი, მაგრამ პირველი კონტაქტი არის ნეგატიურ ემოციებთან დაკავშირებული. იქ სირცხვილია ზოგჯერ სხვადასხვა ფაქტორების გამო, იქ რაღაცა შებოჭილობის განცდა არის, ან შეიძლება თუ პირველი ურთიერთობა უნდა დადგეს ფიზიკური ურთიერთობა, ვიღაცა შებოჭილია, ვიღაცა დაძაბულია, ვიღაცა რაღაც, ეს ესეა. თუ ეს ესე არ არის და არაფერი ნეგატიური ემოცია არ ახლავს შენს ცხოვრებაში რაღაცა ქმედებას, ესე იგი აქ სიახლე არ არის. სიახლე არ არის სასიამოვნო მდგომარეობა. მეორეს მხრივ, სიახლის გარეშე არ არსებობს განვითარება. ამიტომაც, ნახე, ლუპში იკეტება ადამიანი, ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს, როდესაც ცდილობს, რომ აირიდოს ნეგატივი. ეხლა თუ დიდი ხანი ადამიანი იყო ესეთ მდგომარეობაში, რომ ყველაფრის ფასად ირიდებდა ნეგატიურ ემოციებს, ძალიან ნაბიჯ და ფრთხილად არის საჭირო აქედან გამოსვლა, მაგრამ უბრალოდ საჭიროა სახელი დაარქვა ამას და თქვა, რომ აღიქვა, რომ ეს არის საკუთარი თავის манипуляცია. ნეგატივის არიდება არის ის შიში, რაც სტაფილოსავით წინ კიდია და რაც ამოტივირებს შენს ქმედებას, ერთადერთი მოტივატორი გაქვს ამ დროს, რომ აირიდო ნეგატივი. და პარადოქსულად, ვინაიდან ყველა манипуляცია ასე მუშაობს, გრძელვადიან დროში და გრძელვადაში პირიქით უფრო მეტი და მეტი ნეგატივი მოდის. აი ხო ჩაიკეტე შენთვის შენ ნაჭუჭში და თითქოს აირიდე ყველა უსიამოვნება გარე სამყაროდან, ხო? აი გამოხედი, არ ვიცი, კიბის საფეხურზე და რაღაცა კალია გადახტა პირობითად, ხო, ეხა ზაფხულია და ბევრია კალიები. შეიძლება ისეთი შოკი დაგემართოს, იმიტომ რომ შენი კანი გათხელდა.
ნეგატივთან რომ შეხება აღარ გაქვს და მე შეიძლება იყოს რომ დედა ამ კიბეზეც არ უნდა გამოვიდე და აბა საერთოდ უნდა გაქრე მაშინ რომ არაფერი ცუდი არ იგრძნო. არ არსებობს ცხოვრება ნეგატიური ემოციის გარეშე და მუღამი არის რომ დაისწავლო და მოძებნო ხერხები რომ როგორ გავუმკლავდა იმ ემოციას, როდესაც ის არის. და თუ მის არიდებას შეეცდები, მთელი ცხოვრება არიდებაში გავა და მაინც ვერ აირიდებ. ეს არის თვით საბოტაჟის საფუძველი. ანუ თვით მანიპულაცია და თვით საბოტაჟი ერთად მოძრაობენ, ხო? ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აი ეს შინაგანი мотиваცია როგორ შეიძლება რომ დაიბრუნოს ადამიანმა და აქ იმასაც ვიტყვი რითია ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია რეალურად რა არის? კვირაში რაღაც 1 საათი აიღო ადამიანმა, მოძებნა მეორე ადამიანი, ვინცაც ენდობა და მასთან ერთად 1 საათი რაღაცას იხილავს. აკვირდება აქედან, იქიდან, ამ პერსპექტივით, იმ პერსპექტივით, აკვირდება რა იგრძნო ამ ყველაფრის დროს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ფსიქოთერაპია არის საკუთარი თავის საბოტაჟისა და მანიპულაციის საპირისპირო. იმიტომ რომ ამ საბოტაჟს და თვით მანიპულაციას ზუსტად ეს ახასიათებს. იქ რეფლექსია და დაკვირვება ჩახსნილია. არ მჭირდება, რომელ მანიპულატორს ჭირდება, რომ მისი მანიპულაციის ობიექტმა შეაფასოს სიტუაცია, დააკვირდეს, იაზროვნოს, კრიტიკული თვალით შეხედოს, ალტერნატიული გადასახედი. ეს არც ერთ მანიპულატორს არ ჭირდება. მანიპულატორს იცი რა ჭირდება? დაინახა რეკლამა, შევარდა მაღაზიაში, იყიდა, შეჭამა დალია. ეს არის მანიპულაცია. იქ რომ აი ეხა ეს ჩემთვის სასარგებლოა თუ არ არის სასარგებლო, ამაზე ფიქრი თუ დაიწყო კლიენტმა, ესე იგი ძალიან ცუდი მარკეტინგი გაუკეთებია კომპანიას. ფიქრი უნდა ჩაგიხსნას იმან. ფიქრში არ გულისხმობ რუმინაციას, რაღაც აზრების ტრიალს. დაკვირვება. თვითრეფლექსია თუ ჩაიხსნა, ესე იგი მიღწეულია მიზანი. და იგივე არის ნეგატივის არიდების შემთხვევაში, რომ ადამიანს რაღაცნაირად წამს, რომ აი რატო უნდა მეტკინოს, აი რატო უნდა ჩავიგდო თავი რაღაც ისეთ სიტუაციაში, სადაც რაღაცა უსიამოვნება იქნება. რატო? მე ამისთვის გავჩდი, რომ ვიტანჯო და ვიწვალო. ეს ახლა მე პარადოქსულია, რომ ზუსტად აქედან მიდის ტანჯვისა და წვალების გზაზე. რომ ერიდებოდე ღოლოსა, შეგხვდეს ვენახის ბოლოსა, ესეთი კახური ანდაზა არსებობს და ვეთანხმები. რასაც ერიდები, ის წამოგეწევა. ეს იუნგსაც აქვს და საერთოდ ფსიქოლოგიაში მთელი ამბავი ეს არის, რომ რასაც დევნის ადამიანი და გაურბის, ის მართავს მერე არაცნობიერად მის ცხოვრებას, ხო? ამიტომაც პატარა რეკომენდაცია ჩემგან. ეხლა გეტყვით სულ მარტივ რამეს. რო იგრძნობ, რომ რაღაც ნეგატივი არის მოსალოდნელი შენს ცხოვრებაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ წახვიდე მაქეთ თუ არ წახვიდე, დააკვირდი, დრო აიღე, წარმოიდგინე ეს სიტუაცია, რაშიც მიდიხარ და დააკვირდი, რას გრძნობ, სულ თქვა როგორია, რა გეფიქრება ამ ყველაფერზე, ამ ნეგატივს რა შეუძლია რომ მოგიტანოს. ეხლა გააჩნია ხო ნეგატივსაც. აი რა დოზის ნეგატივი, ან თუ მიიღებ ამ ნეგატივს, მე რითი შეგიძლია გადაამუშავო და უბრალოდ რეფლექსია ჩართე. აღქმა და დაკვირვება ამ ყველაფრის და მერე მიიღე გადაწყვეტილება. თუ ერთსა და იმავე სიტუაციაში სულ ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებ, ეჭვი ჩანს, რომ მანიპულაციის ქვეშ ხარ და კი საკუთარი თავის მანიპულატორი შეიძლება იყოს შენ თვითონ გაუცნობიერებლად. თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი თავის მანიპულაცია როგორ ხდება, ან როგორ აირიდო, ან ხო არ გაგახსენდათ რამე ეგეთი სიტუაცია, გამიზიარეთ კომენტარებში და მაგებსაც უპასუხებ. არ მეზარება, რადგანაც ჩემი мотиваცია ამ სფეროში არის შინაგანი, ამაში დარწმუნებული ვარ. კი, რა თქმა უნდა, გარეგანი დაფასება მე მიხარია, როგორც ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს. მიხარია უკავშირი, სადაც ადამიანები მიზიარებენ, რომ შეუსუბუქთად მდგომარეობა ან უკეთხდებიან, თქვა, თერაპიული პროცესის შედეგად, ან ჩემ ვიდეოს მოусმინეს და რაღაცა მიიღეს აქედან დადებითი, ეს ძალიან მიხარია, თუმცა ჩემი мотиваცია ამ შემთხვევაში არის შინაგანი, იმიტომ მე ძალიან მიყვარს ეს საქმე. ჩემთვის პიროვნულად საინტერესოა, ჩემ საკუთარ თავს შევისწავლი ხოლმე, აი პირობითად რომ წარმოვიდგინო, რომ საერთოდ არავითარი გარეგანი мотиваცია აღარ მოდის, მე მაინც დავრჩები იმ პოზიციაში, რომ შევისწავლო საკუთარი თავი და გარე სამყარო და ეს არის ჩემი აზრით ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია. ამიტომაც ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ რაღაც პროექტებში ყოფილა, სადაც ძალიან დიდი დაფასება იყო, ან საერთოდ არ ყოფილა რაღაც პროექტებში და სიცარიელესავით იყო ხოლმე. თუმცა ჩემი мотиваცია ყოველ დილას შევისწავლო
ახალ-ახალი სიახლეები ნეიროფსიქოლოგიაში და გეშტალტ თერაპიაში და ნებისმიერ ფსიქოლოგიურ მიმდინარეობაში, სადაც სიახლეა ხოლმე, ეს უცვლელი ყოფილა ყოველთვის. ასე რომ მოусმინეთ კარგად, ახლა ეს ლაივი დაიდება და 30 დღე იქნება. მოусმინეთ და დააკვირდით, სადაკ ახდენთ საკუთარი თავის манипуляციას. გისურვებთ ნამდვილ ჯანსაღ და მოვიბრირე კონტაქტს და კომუნიკაციას ნაცვლად манипуляციისა. აბა ლამაზი დღე ყველას.